მოგესალმებით. წინა თავში ჩვენ განვიხილეთ ინტერნეტის დომენის და ჰოსტინგის შესახებ. ამ თავში კი ჩვენ განვიხილავთ ვებსაიტის შექმნის პროცესს. კერძოდ, რა არის საჭირო სანამ ვებსაიტის შექმნას დავიწყებთ, ვებსაიტის მონახაზის შექმნა, ვებსაიტის გრაფიკულ მონახაზს, ფრონტენდს და ბექენდს, დავალებების განსაზღვრას და განსხვავებას მათ შორის. სანამ ვებსაიტის შექმნას დავიწყებთ, აუცილებელია განსაზღვროთ თუ რა გვსურს კონკრეტულად გავაკეთოთ ჩვენს ვებსაიტზე. პირველი არის მიზნის განსაზღვრა. ანუ რა გვსურს გააკეთოს ვებსაიტმა. იქნება ეს პროდუქტის გაყიდვა, ინფორმაციის გაზიარება, ბიზნესის ან ბრენდის პოპულარიზაცია, მომსახურების მიწოდება, ანუ ვინ იქნება მიზნობრივი აუდიტორია. ანუ ეს მიზანი აუცილებლად უნდა გქონდეს კონკრეტულად განსაზღვრული. შემდეგი არის კონტენტის არსებობა. იმისათვის, რომ საიტი გავაკეთოთ, აუცილებელია გქონდეს სურათები, ტექსტები, ვიდეოები, იმის და მიხედვით თუ როგორი ფუნქციონალის და სტილის ვებსაიტის გაკეთება გსურს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ფუნქციონალის შესახებ ინფორმაციის ქონა. რა უნდა გააკეთოს მოხმარებელმა ჩვენს ვებსაიტზე. იქნება ეს ინფორმაციული თუ აუცილებელი იქნება სხვა ფუნქციონალების ჩამატება ვებსაიტზე. შემდეგი არის საიტის სტრუქტურისა და შინაარსის დაგეგმვა. ჩვენ უნდა შევადგინოთ მენიუ, მთავარი მაგალითად კონტაქტი, სერვისები, ანუ ის პუნქტები, რაც ძირითადად თითქმის ყველა ვებსაიტზე გვხვდება. კონტენტის განაწილება უნდა მოვახდინოთ ასევე მენიუში და როგორც უკვე ვახსენე, ფუნქციონალი უნდა დავგეგმოთ ძალიან კარგად და სწორად. შემდეგი არის დიზაინის კონცეფციის მომზადება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ლოგო, მისი ფერები და იმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ჩვენს ვებსაიტზე ფერების კომბინაცია. ასევე სწორად უნდა შევარჩიოთ ტიპოგრაფია. თუ როგორი სტილის ლოგოს იყენებს კონკრეტული ორგანიზაცია, ან იურიდიული, ან ფიზიკური პირი. საიტს როგორი ლოგოც ექნება, იმის მიხედვით უნდა ავარჩიოთ ტიპოგრაფია. შეიძლება ასევე საიტს ლოგო არ ჰქონდეს, მაგრამ ტიპოგრაფია აუცილებლად სწორად უნდა შევარჩიოთ საიტისათვის. ასევე მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ თუ როგორი ვიზუალური ელემენტები იქნება ჩვენს საიტზე. წინასწარ უნდა მოამზადოთ დიზაინი და იმ დიზაინის მიხედვით უნდა გავაკეთოთ შემდეგ საიტი. და ასევე უნდა დავსვათ კითხვა, გსურს თუ არა ეს საიტი იყოს მორგებული მაგალითად მობილურებზე ან პლანშეტებზე, ან თუნდაც ძალიან დიდ მოწყობილობებზე, როგორიც არის ტელევიზორი. არის ესეთი შემთხვევებიც, რომ ვებსაიტს ხშირად იყენებენ ძალიან დიდ ეკრანებზე საჩვენებლად. მოკლედ, უნდა ჩამოვაყალიბოთ გსურს თუ არა მორგებული დიზაინი და რა თქმა უნდა, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ შემდეგ სხვადასხვა მოწყობილობებისათვის სხვადასხვა დიზაინი. შემდეგ მნიშვნელოვანი არის დავგეგმოთ დომენი და ჰოსტინგი, ანუ დომენის სწორად შერჩევა უნდა მოვახდინოთ და ასევე უნდა განსაზღვროთ დაახლოებით თუ რა მოცულობა ექნება ჩვენს ვებსაიტს. და იმის მიხედვით უნდა ავარჩიოთ კონკრეტული ტევადობა, ანუ ვებ ჰოსტინგი, ანუ სერვერი, სადაც იქნება განთავსებული ჩვენი ვებსაიტი, გქონდეს შესაბამისი და საკმარისი მეხსიერება. შემდეგი არის SEO, ინგლისურიდან რო ქართულად გადმოვთარგმნოთ, ეს არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, search engine optimization. და გსურს თუ არა გამოჩნდეს ჩვენი საიტი Google-ში, ან სხვა საძიებო სისტემებში, მაგალითად Bing-ში. ეს უნდა გქონდეს წინასწარ ჩამოყალიბებული, რადგან შემდეგ დავზოგოთ დრო და ასევე ბიუჯეტიც. ასევე მნიშვნელოვანი არის თუ როგორ მოვახდენთ უსაფრთხოების გათვალისწინებას ჩვენი საიტისათვის. არსებობს SSL სერტიფიკატი საიტებისათვის,
გსურს თუ არა, რომ ჩვენ საიტს გქონდეს SSL სერტიფიკატი, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, რომ საიტი არის უსაფრთხო, უნდა დარეგისტრირდნენ თუ არა მომხმარებლები ჩვენს ვებსაიტზე, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად საიმედო პაროლები, ძალიან დიდი და სხვადასხვა კომბინაციის პაროლები და გსურს თუ არა ვებსაიტზე ორდონიანი ავტორიზაცია. ეს კითხვები უნდა ჩამოვაყალიბოთ უსაფრთხოების გათვალისწინებისათვის, შემდეგი კი არის დროის და ბიუჯეტის დაგეგმვა და თუ ჩვენ ამ 7 პუნქტს სწორად დავგეგმავთ, ძალიან მარტივი იქნება ჩვენთვის უკვე დროისა და ბიუჯეტის დაგეგმვაც. ანუ უნდა შევადგინოთ გეგმა და გავანაწილოთ სწორად დავალებები. თუ როდის რას გავაკეთებთ.